1986 წლის უნგრეთის გრან-პრი იყო პირველი რბოლა ფორმულა 1-ის ისტორიაში, რომელიც სოციალისტურ ქვეყანაში ჩატარდა. წელს უნგარორინგი სამეფო რბოლას უკვე 38 დუმას პინძლებს. 1989 წელი მონაკო კედლების გარეშე წოდებულ უნგარორინგზე, სადაც გასწრების განხორციელება ურთულესი იყო, ნაიჯელ მენსელმა რბოლა მე-12 პოზიციიდან მოიგო. პირველი ადგილი მან აირტონ სენას ფინიშამდე 20 წრით ადრე აართვა. 1992 წელი უნგრეთის გრან-პრის პოდიუმზე სენა და მენსელი ისევ გვერდი-გვერდით დგნენ. ბრაზილიელმა მისთვის ურთულეს სეზონში რბოლა მოიგო. ბრიტანელმა ჩემპიონატის დასრულებამდე რამდენიმე ეტაპით ადრე ნანატრი ტიტული. 1995 წელი იაპონელ პილოტს ტაკი ინუეს, რომელიც ცეცხლმაქრით თავის ბოლიდზე გაჩენილი ცეცხლის ჩასაქრობად მირბოდა, სტიუარდების მანქანა დაეჯახა. ინუემ ფეხი იტკინა, მაგრამ მომდევნო რბოლაში მონაწილეობის მიღება მაინც შეძლო. 1997 წელი ეროუზის აუთსაიდერი ბოლიდი დეიმონ ჰილმა კვალიფიკაციაში მესამე ადგილი დაიკავა. რბოლაში შუმახერს გაასწრო და დამაჯერებლადაც ლიდერობდა. მხოლოდ რბოლის მიწურულს გადაცემათა კოლოფზე შექმნილმა პრობლემამ აიძულა ბრიტანელი ჩემპიონი ლიდერის პოზიცია ჟაკ ვილნევისთვის დაეთმო. ჰილმა რბოლაში მეორე ადგილი დაიკავა.